მაშინ როცა მთავრობას მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე ქამრების შემოჭერას აიძულებენ, ხელფასების გაზრდაზე მუშაობა დაიწყო უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. დღეს ცნობილი გახდა, რომ პარლამენტში უკვე შევიდა ბიუჯეტის საპროგნოზო პარამეტრები და ის არსებულზე 2.600.000-ით მეტია. აქედან 2.300.000 ხელფასებზე, დანარჩენი კი ახალ ავტოპარკზე გადანაწილდება. საინტერესოა ერთი ფაქტი, ალბათ ნაციონალური მოძრაობა ერთადერთია მსოფლიოში, ვინც საკუთარი ხელფასების ზრდა გააპროტესტა, თუმცა მხოლოდ გააპროტესტა. გაზრდილ ხელფასებზე კი ისინი უარის თქმას არ აპირებენ. პარლამენტის თავმჯდომარე ყოველთვიური ანაზღაურება 2.000 ლარი, სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების დანამატი 3.905 ლარი, სულ თვეში 5.905 ლარი. პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ხელფასი 2.000 ლარი, დანამატი 3.570, სულ 5.570 ლარი. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები ხელფასი 2.000 ლარი, დანამატი 3.505 ლარი, სულ ყოველთვიური შემოსავალი 5.505 ლარი. პარლამენტის წევრი ყოველთვიური სარგო 2.000 ლარი, დანამატი 1.790, თვეში სულ 3.790 ლარი. ეს არის ოფიციალური ინფორმაცია დეპუტატების ყოველთვიური შემოსავლების შესახებ. ამის გარდა 3.900 ლარიდან 5.000 ლარამდე მერყეობს კომიტეტების თავმჯდომარეების და მათი მოადგილეების, უმცირესობისა და უმრავლესობის ლიდერების, მათი მოადგილეების, საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელების და ფრაქციების თავმჯდომარეების შემოსავლები, რომელსაც საქართველოს ბიუჯეტი იხდის. დღეს კი ცნობილი ხდება, რომ მომავალი წლიდან დეპუტატების და პარლამენტის აპარატის თანამშრომლების ხელფასები შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს. რა თქმა უნდა, ეს არ უნდა იყოს რაღაცა კოლოსალური თანხა და ვერც იქნება თავისთავად. თუ ამის შესაძლებლობა იქნება, რაღაცა სიმბოლურადაც კიდევ შეიძლება რომ გაიზარდოს, თუ იქნება ამის შესაძლებლობა. ამიტომ დაველოდოთ, ამას ჭირდება კარგი დათვლა და ამას შემდეგ შესაძლოა ამაზე ვილაპარაკოთ. რამდენი 1000 ლარით განისაზღვრება დეპუტატების ყოველთვიური ანაზღაურება ჯერ არ კონკრეტდება, თუმცა ცნობილია, რომ საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის ბიუჯეტის საპროგნოზო პარამეტრები უკვე შევიდა და ის წლევანდელზე 2.600.000 ლარით მეტი იქნება. ამ თანხიდან 2.300.000 სახელფასო ფონდს დაემატება. დარჩენილი 300.000-ით კი პარლამენტის ავტოპარკი განახლდება. ძალიან ბევრი ავარია იყო ამ 2 წლის განმავლობაში. ეს სტატისტიკა და შეგიძლიათ ნახოთ, სამწუხაროდ ბევრი ავარია იყო. რამდენიმე შემთხვევაში საკმაოდ ძიმე დაზიანებებით აღმოჩნდნენ ჩვენი თანამშრომლების ავადმყოფოებში. ამიტომ კი ასეთ შემთხვევებში, რა თქმა უნდა, ის განსაახლებელია. ხელფასების შესაძლო გაზრდით ნაციონალური მოძრაობის წევრები შეშფოთებულები არიან, თუმცა უმცირესობის წარმომადგენლები, რომლებიც პარლამენტში ყველა არსებული პრივილეგიითაც სარგებლობენ, გაზრდილ ხელფასებზე უარის თქმას მაინც არ აპირებენ. ქართული ოცნება 1 წლის განმავლობაში ხარჯავს 138 მილიონით მეტს, ვიდრე იხარჯებოდა წინა წლებში. ეს არის მთავარი პრობლემა, უყარეთობა, ჩემი აზრით, ეს არის საბიუჯეტო თანხების გაფრანგვაც კი. ის ავტოპარკი, რომელიც დახვდა ქართულ ოცნებას წინა მთავრობისგან, მეტნაკლებად იმყოფება ძალიან ნორმალურ მდგომარეობაში და რაღაც რადიკალური, ასე ვთქვათ, გადახალისების საჭიროება უბრალოდ არ არსებობს. პარლამენტის წევრებისთვის ხელფასის მომატების საკითხი საკანონმდებლო უწყების კრიტიკის მიზეზი გახდა. ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური მდგომარეობის ფონზე დეპუტატების გადაწყვეტილებას პარლამენტს გარეთ დარჩენილი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები გაუმართლებლად მიიჩნევენ. მე ვფიქრობ, მართლა ძალიან დიდი სირცხვილია, როდესაც ქვეყანაში ამ მიმართულებით ჩვეულებრივი მოქალაქეებისათვის არაფერი არ იცვლება და უზარმაზარი ნახტომისებური ცვლილებები არის მაღალჩინოსანთა ხელფასებსა, მანქანებსა თუ პრემიებში. არასამთავრობო სექტორი კი პარლამენტის წევრებს საკუთარი ხელფასების ზრდაზე ზრუნვის ნაცვლად პირდაპირ მოვალეობის შესრულებას ურჩევენ. პოლიტოლოგები დეპუტატებს პარლამენტის ხდომების ხშირი გაცდენებისა და ქვორუმის არარსებობის გამო მნიშვნელოვანი კანონპროექტების ჩაგდებისთვის აკრიტიკებენ. პარლამენტი იწყებს სამართლიანობის აღგენას მათი აზრით, იმ გაგებით, რომ არ უნდა ჩამოვარდნენ მთავრობის წევრებს მანქანების ყიდვაში და პრემიების აღებაში. აღმასრულებელი ხელისუფლებისგან განსხვავებით პარლამენტში 2013 წლიდან დღემდე პრემია არ გაცემულა. მომავალი წლების საბიუჯეტო პარამეტრებზე მსჯელობას კი დეპუტატები თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ დაიწყებენ.